ზურაბ ჯაფარიძე რომ დაიჭირეს აბსოლუტურად ყველა მიცის და დარწმუნებული ვარ ისიანეს ქართული ოცნების მომხრეებმაც ქართული ოცნების ამომრჩეველმაც ისიც და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ გულის სიღრმეში ქართული ოცნების რიგითი და არა ანგაჟირებული ამომრჩეველი ბალიშზე რომ დადებს ხოლმე თავს ამბობს საკუთარ თავს ხმადაბლა ეუბნება ან ფიქრში ტვინში ეუბნება ელაპარაკება რა რომ ეს იყო უკანონობა კი არა არასწორი იქმედება აი ზურაბ ჯაფარიძემ რა და აშავაო ამას ამბობს დარწმუნებული ვარ მოდი ასე ვთქვათ ქართული ოცნების ამომრჩეველთა პირობითად 50% ან მეტი 70% თუმცა სითამამე ქართული ოცნების ამომრჩეველს არ ყოფნის ვერ ხვდებიან რა რომ ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ისინიც არ მოეპიტნავება ქართულ რუსულ ოცნებას გარკვეული პერიოდის შემდეგ ვთქვათ წლების შემდეგ მათაც მიადგება ზუსტად ისე როგორც მიადგა ზურაბ ჯაფარიძეს რომელიც პოლიტიკოსია ან აი მაგალითად 50 პოლიტპატიმარს თუ მეც არა მიადგება უკლებლივ ყველას ვინც რაღაცას ოდესმე სადმე რატომღაც გააპროტესტებს წლების შემდეგ მეუღლეებსაც კი არ უმხელენ ქართული ოცნების ის ამომრჩევლები საკუთარ გულის ნადებს ფიქრს იმის თაობაზე რომ ზურაბ ჯაფარიძე მათივე აზრით არის უკანონოდ დაპატიმრებული 4 კედელს მიღმა რომ არ გავა ეს ინფორმაცია და ამ 4 კედელში მათთან ერთად ვინც არის მეუღლე შვილი დედა ოჯახის წევრი ძმა და არ ვიცი ვინც მათაც კი ვერ ეუბნებიან ამის ნათელი დასტურია იცით რა არსებობს სამეგობროს ჩატები იცით თქვენ სამეგობროს ჩატები ასე მაგალითად ყველაზე დაცული რომ ჰგონია საზოგადოების ერთ ნაწილს ყოველ შემთხვევაში სიგნალს ვერ შიფრავს თურმე საქართველოს შსს არ ვიცი შიფრავს თუ არა და უწყინარ კითხვაზე რუსეთი მტერია აი ამ უწყინარ კითხვაზე დაიგნორებენ ხოლმე მეგობრებს და ვერ პასუხობენ და მე მიფიქრია რატომ ვერ პასუხობენ განა გავა სიგნალს თუ WhatsApp-ს მიღმა ეს ინფორმაცია მათი პოზიცია მაგრამ იქაც კი ვერ ბედავენ მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში ფიქრობენ რომ რუსეთი რასაკვირველია მტერია ან ჩვენ შემთხვევას დაუბრუნდეთ რომ ზურაბ ჯაფარიძე უკანონო პატიმარია ზურაბ ჯაფარიძის ისტორიას მე ახლა აღარ გიამბობთ აღარ მოგიყვებით უკანონო პარლამენტმა შექმნა უკანონო კომისია ამ უკანონო კომისიაზე თავისუფლების მოყვარულმა თავისუფლების მცველმა ზურაბ ჯაფარიძემ მისვლა იუკადრისა კი არა იუკადრის არასწორი სიტყვაა იუარა მერე დააკისრეს უკანონოდ გირაო ის გირაოც არ გადაიხადა და მე გამოკეტეს 9 კლიტურში 2 თვითო ვინმე იტყვის არა 1 წლით მინიმუმ ბიზინა ივანიშვილი აპირებს მის გამომწყვდევას მოწყვეტას საზოგადოებისაგან მოწყვეტას ოჯახისაგან და ზურაბ ჯაფარიძე არ არის ბოლო მათ შორის ისინი ვინც გადაიხადა გირაო ბადრი ჯაფარიძე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი კაცი ბამუკა ხაზარაძე გივი თარგამაძე და გიორგი ვაშაძე რამდენადაც ვიცი აპირებს გირაოს გადახდას ისინიც გამომწყვდეულნი იქნებიან ანუ გირაო ვერ იხსნის მათ ბიზინა ივანიშვილის რეპრესიებისაგან ბიზინას სჭირდება 5 7 10 15 17 უკაცრავად რუსული ზადა პაკაზაწელნადდასჯილი პოლიტიკოსი საპატიმროში მაგრამ მარტო პოლიტიკოსებით რომ არ დაკმაყოფილდება მარტო პოლიტიკოსებით რომ არ ამოეყორება სტვამაკი ხო ესეც ფაქტია მაღალი ალბათობით ის მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს ასე მაგალითად ვანოსთან ბოდიში მაგრამ 5-ეულში თუ 7-ეულში ეყოლება ვანო ჩხიკვაძე ტყილა კი არ დახმდნენ ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ამ რამდენიმე ხნის წინ რამდენიმე თვის წინ და სუსერგო ორჯონიკიძე ეძახეს შეიქმნა საზოგადოებრივი ქართულ ოცნებური საზოგადოებრივი აზრი იმის თაობაზე რომ ვანო ჩხიკვაძე ეს ანტი ორჯონიკიძე კაცი არის ორჯონიკიძე შეიფუთა და
თუ არ დაიჭერენ ფიზიკურ შეურაცხყოფას კი უთუოდ მიაყენებენ მეთქი კიდევ ერთხელ უბოდიშებ ვანოს. ქალბატონებზეც ვიტყოდი 2-3 სიტყვას ნინო ევგენიძეზე, ეკა გიგაურზე, ინო ლომჯარიაზე, სხვებზე და სხვებზე, რომლებთა დაჭერასაც ბიზნე ივანიშვილი უთუოდ განიხილავს ერთადერთი შემაბრკოლებელი ან დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს სწორედ მათი სწორედ ის რომ ისინი არიან ქალბატონები. გენდერული კუთვნილება მეთქი, ხო? გენდერის კესი. ხო, არ ვიცი. თუმცა მზია ამაღლობელის შემთხვევაში ამან არ იმუშავა, ამ ლოგიკამ არ იმუშავა, ესეც ფაქტია. არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ მიადგება და მათ ლიდერებს დაიჭერს, ვანოშ ხიკვაძის გარდა სხვა მამაკაცის გახსნებაც შეიძლება ცხადია. მერე უთუოდ გადმოვა მედიაზე. გადმოვა პირველ პირში, იმიტომ წაარბო თქვი ეს ზმნა რომ მედიის წარმომადგენელი ვარ, მოგეხსენებათ და აქაც ბიზინა ივანიშვილი ჩაატარებს რეპრესიებს. გვარებს აღარ დავასახელებ თქვენის ნებართვით, მათ მიმართ ნებისმიერი კრიტიკული არხიდან, ვინც ეთერში არის და ვინც აბსოლუტურად სამართლიანად და შეუპოვრად გესაუბრებათ თქვენ ქართული ოცნების რუსულობაზე, ქართული ოცნების სიავეებს. რა შეაჩერებს ბიზინა ივანიშვილს? ის ხო კუთხეში მიმწყდეული სოფიანი ცხოველია. სოფიან ცხოველებს კი ახასიათებთ, აი რა, როცა იკბინებიან, ან იღრინებიან, არა, იკბინებიან, ან ჭყალებით გპორჭყნიან, სოფი გადმოგედება ხოლმე. მაგრამ სოფიანი ცხოველი როგორც წესი ამთავრებს მისივე საკუთარი სიცოცხლეს, ასე სოფის ჭამს, თავადვე ჭამს და იბრიდება, ანუ კვდება. მე აქ როცა ბიზინა ივანიშვილზე როგორც სოფიან ცხოველზე ისე როცა ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ მის მოკვდინებაზე, პოლიტიკურ მოკვდინებას გულისხმობ, პოლიტიკურ სიკვდილს გულისხმობ. არა გარდაცვალებას, სხვათა შორის, არამედ პოლიტიკურ სიკვდილს. გარდაცვალებას კი ბიზინა ივანიშვილი ანუ შეცვლას სხვაგვარად სხვა ჰიპოსტაზის შეძენას ის ცდილობდა. როცა ლობისტებს ქირავობდა, ასე მაგალითად შეერთებულ შტატებში 12 მილიონი დოლარი გადაიხადა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომ მათ როგორმე დაელაგებინათ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან მისთვის. ვერ მოახერხეს ლობისტებმა არსებობს მწვერვალები, რომლებსაც კარგი მთამსვლელებიც კი ვერ სძლევენ ხოლმე. საუკეთესო ლობისტური კომპანიები იქნებოდა ცხადზე ცხადია, მაგრამ აი ვერ დასძლიეს ეს ამოცანა. ეს შეკვეთა ვერ შეასრულეს. კარგად, კი არა, საერთოდ ვერ შეასრულეს. მწვერვალებს დაუბრუნდები. 2002 წლამდე თუ არ ვწდები, იყო ესეთი დაუპყრობელი მწვერვალი ლჰოცეს 1 ქიმი, თუ არ ვწდები 2 ქიმიანი მწვერვალია და აი 2002 წლამდე ვერ ადიოდა ვერც ერთი მთამსვლელი. 8000 მეტრზე მაღალია ცხადია ზღვის დონიდან ჰიმალაის ეს მწვერვალი. ჯომბულუნგმა დაიპყრეს, სხვა მწვერვალები დაიპყრეს, ლჰოცეს ის ქიმის პირველი ქიმიც დაიპყრეს, მაგრამ აი კლიმატური პირობების გამო ვერ უდგებოდა ვერც ერთი მთამსვლელი, ამ მთამსვლელთა ჯგუფი. 2002 წელს დაიპყრეს. მაგრამ 99-ში, 2001-ში, 67-ში, 94-ში დაპყრობილი კი არ იყო. აი ამ ლობისტური კომპანიებისათვის, რომლებიც უთუოდ კარგი იქნებოდა, რა საკვირველია, შეცვლევინება აზრისა ჯო ვილსონისთვის, ან მარკო რუბიოსთვის, ან სხვა სენატორ კონგრესმენებისათვის, თეთრი სახლისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი არის, მათ არ ვიცი ხა უკვე შეიტყაპუნეს, სუდი სიტყვა დავალება ვერ შეასრულეს რა დაიტოვეს თუ არა ის 12 მილიონი დოლარი, მაგრამ ის კი ვიცი რომ ბიზინა ივანიშვილი ფრიად გაოცებული და გულაყრილია ლობისტურ ამგვარ კომპანიებზე და ამიტომაც ცდილობს ის სხვათა შორის რომ თავადვე, აი მიაჩნია რომ ლობისტებზე უკეთესი ლობისტია საკუთარი თავისთვის ყოველ შემთხვევაში ჩაერიოს პროცესში მის წიმოსწია მათ შორის მისივე გუნდის წევრები და დაწერა ის წერილი, რომელიც დაწერა, რომელიც გამოქვეყნდა კობახიძის სახელით და აქ იგითხარით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის გამორიცხული, მოდი ასე ვიტყვი, რომ მან დაწეროს მეორე წერილიც უშუალოდ მისი სახელით და თავადვე მოაწეროს ხელი.
ვის დაიჭერს მეთქი კვლავ ვიმეორებ და მედიის წარმომადგენლები ვახსენე, მაგრამ ასევე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვახსენე. მაგრამ ასევე ის დაიჭერს აქტიურ მოქალაქეებს. აი, მათ ვინც არც მედიაში, არც არასამთავრობო ორგანიზაციაშია, მაგრამ დღე და ღამ კი არის რუსთაველის გამზირზე და ცეცხლი ოლიგარქიას ყვირის. ყვირის, დიახ, ყვირის, იმიტომ რომ ყვირილს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის კრიტიკულ გადამწყვეტ მომენტებში, როცა ეგზისტენციური საფრთხეების წინაშე არის ქვეყანა, საზოგადოება, მომავალიც საფრთხეში. ბიზინა ივანიშვილი და მეც ამას ვამტკიცებ, სულ ვცდილობთ, რომ არის FSB-ს წარმოგზავნელი საქართველოში და ასე შემდეგ, მაგრამ და ეს ასეა. მაგრამ არის თუ არა ეს ერთადერთი საფუძველი თუ მიზეზი იმისა, რომ ბიზინა ასე გაავდა, ბიზინა ასე იპორჭყნება, ბიზინა ასე გავირთხდა თუ გამხეცდა ზოგადად. არა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბიზინა ჯერ კიდევ 2012 წელს კი არა მანამდე, 2003-4 შესაძლოა მანამდეც კი 90-იან წლებშიც კარგად დაამუშავა რუსულმა FSB ბაბა, როგორი შოვიდა ის რუსეთში ამდენ და ამდენ მილიონს თუ მილიარდს. რომ არ ყოფილიყო შემოკრული FSB-სთან და FSB-ს ყველა მისი თვისება ზედმიწევნით კარგად არ ქონოდა შესწავლილი. რა კომპლექსებია, არა, სუთავიდან დავიწყოთ. რა სჭამს, რა სვამს, რომელ საათზე დგება, როგორ ურთიერთობს ოჯახის წევრებთან. რა არის მისი ჰობი, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, რა ეჯავრება, რა უყვარს. მაგალითად, ფოთლების შრიალი ან ბაობაბის ჩრდილში ყოფნა უყვარს, თუმცა კი ჩაულყვა რამდენადაც ვიცით. ჩამოტანილი ბაობაბები. მოკლედ, FSB-მ შეისწავლა, შემოისწავლა, შეარჩია, შემოარჩია და ანალიზიან ვერსია იმის თაობაზე, რომ არა ვარდების რევოლუცია 2003 წლის ნოემბერში, ბიზინას უკვე 2004 წლიდან დაგვისვამდა რუსეთი FSB, ძალიან სწორი, ჩემი აზრით სწორი ანალიზია. დიახ, ბიზინას ამზადებდნენ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად და ჩვენ ავუყირავეთ, ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ, იმხანად ვინც მონაწილეობდა რევოლუციაში, ავუყირავეთ მაშინ ეს მაგიდაც რუსეთს. სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ვერსიით ედუარდ შევარდნაძის მხრიდან შედარებით იოლად დათმობა ძალაუფლებისა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს და სწორს შესაძლოა განპირობებული იყოს სწორედ იმით ან იმითაც, რომ გარდა იმისა, რომ ედუარდს არ უნდა რომ სისხლი დაღვრილიყო, გარდა იმისა, რომ ედუარდი მიხვდა, რომ ის მარცხდება, გარდა იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა ზუმ აუთი, მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ცალკე რუსეთისაგან, სხვათა შორის და მომავალი ხელისუფლებისაგან და კრწანის შიდალია თხენი თვისნი. გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძემ უთუოდ იცოდა, ვის უმზადებდა საქართველოს, ან ვის ამზადებდა საქართველოსთვის რუსეთის ფედერაცია და მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძეს რამდენადაც ვიცი და სადღაც ნანახიც მაქვს წასცდენია, რომ ბიზინა ივანიშვილი ეს ქველმოქმედი რაღაცა არც ასახელებს რამდენადაც ვიცი, ქველმოქმედი ერთი რამდენადაც მახსოვს, რომელიც მომავალი რაღაც ხელისუფლება იქნება, რატომაც არა, აგე ყველას ეხმართ და ასე შემდეგ. ვინ და ედუარდ შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რა მზაყვარიც შეიძლება მოსულიყო ქართული სახელმწიფოსთვის მზაყვარი უკვე 2003 წლებში 4 წლიდან საქართველოს ხელისუფლებაში და იოლი გადადგომა 2003 წლის ნოემბერში იოლად გადადგომა შეიძლება იყოს დაფუძნებული ამაზეც, ანუ ესეც იყო იოლად გადადგომის საბაბი თუ მიზეზი. უკლებლივ ყველა ლიდერმა ჩვენმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პრეზიდენტებსაც ვახსენებ, ცხადია, პრემიერ-მინისტრებს ალბათ ვეღარ გადავწვდები, იმიტომ რომ ბევრი იყვნენ ნამეტანი, ითამაშა დადებითი როლი საქართველოს ისტორიაში. დიახ, ახლა ვინმე მომედავება, რომ შევარდნაძეს აკეფო, ცხადია არ ვაკებ. შევარდნაძეს ვის და არ ვაკებ. მაგრამ შევარდნაძეზე ვისაუბროთ და გვიანოს წამში, აი ზვიადიდან დავიწყოთ. ზვიადი, რაც არ უნდა შეცდომა დაეშვა საკადრო, არასაკადრო 91 წლის აგვისტოში გეკაჩეპესთან ურთიერთობაში 2 სექტემბერს ოპოზიცია ებრძოდა ინტელიგენციას თუ წითელ ინტელიგენციას და ასე შემდეგ. ზვიადი არის პირველ ყოვლისა ცხადია 9 april's და მანამდე კი 31 მარტის შემოქმედი. დასრულებული ამბავია ზვიად გამსახურდიას დასრულებული ამბავია ზვიად გამსახურდიას დადებითი სახელით
შესვლა საქართველოს ისტორიაში წერტილდასმული ამბავია, ის არ არის ამბივალენტური პერსონა. იმიტომ რომ ესეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი პოზიციები დაიჭირა კი არა ნაბიჯები გადადგა. ედუარდ შევარდნაძე ამბივალენტურობის განსახიერება ყოველ შემთხვევაში ჩამოსვლიდან 92 წლის მარტიდან 95 წლამდე, როცა ეთანამშრომლებოდა ჯაბა იოსელიანს, კიტოვანს, სიგუას, სხვებს. ვერ აღმოფხვრა ვერც კორუფცია ბოლომდე და ვერც ამ ბანდათა თარეში, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის დამსახურებათა შორის არის 4-5 მას ის მართავდა შესაბამისად 11 წელი, ხო? მაგალითად სხვადასხვა პოზიციიდან მართავდა, მაგრამ არსებითად პირველი პირი იყო ქვეყანაში. მაგალითად კონსტიტუციის მიღება, ბაქო ჯეიხანი, ბარქო ერზერუმისთვის საფუძვლის ჩაყრა 2008 წელს განხორციელდა ბოლოს შახდენიზე, ანუ კონსტიტუციის მიღება ვთქვი. ეუთოს 3 სამიტი, რომელზეც ითქვა, ანუ შესაბამისად ბუქარესტი, ლისაბონი, ბუქარესტი და სტამბული, სადაც ითქვა, რომ ეთნიკური წმენდა ჩატარდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთში. ხსენებული სტამბულის სამიტი, რომელზეც გადაწყდა, რომ უნდა გავიდეს რუსის ჯარი საქართველოდან, აი სალომე ზურაბიშვილის დროს, კი არა, უკვე შემდგომ სალომე ზურაბიშვილმაც მოაწერა დამატებით ხელი, მაგრამ ეუთოს სამიტზე გადაწყდა, სტამბულის სამიტზე გადაწყდა ეს ყველაფერი. ბაქო ჯეიხანი ვთქვი, კონსტიტუცია ვთქვი, ნატოს კარზე რომ მიაკაკუნა 2000-იანი წლების დასაწყისში წვრთნისა და აღჭურის პროგრამა. მოკლედ შევარდნაძე ფუნდამენტები ჩაყარა ამ ქვეყნის განვითარებისა, თუმცა ამბივალენტური პიროვნება ამერკი აკიგით ხარით და 100 ჯერ ვიტყვი. მიშა ამბივალენტური არ არის. მიშა ცალსახად დადებითად შევა საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ მიუხედავად ბევრი შეცდომა და ნაშაულისაც მეთქი მისი რეჟიმის, მისი ხელისუფლების პირობებში, იმიტომ რომ მან ფუნდამენტური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის და რაც მთავარია 2008 წელს ჩვენ ხო მებრძოლიერი ვართ. ჩვენ ხო ესე რომ ამბობენ ხოლმე ქრისტეს ჯულისთვის, არა, თავისუფლებისათვის მებრძოლიერი ვართ და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება რუსეთისათვის ხელუყრმა არ ტყვიცა 2008 წელს. ეს იოლი გადაწყვეტილება არ არის, მეგობრებო. ეს ისეთი გადაწყვეტილებაა ისტორიაში, რომ ჩაქჩეხავს მით უფრო თუ დამარცხდები და საქართველოს სახელმწიფო ერთის მხრივ დამარცხდა, ანუ ლოკალურად დავკარგეთ დამატებით ტერიტორიების განა არა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფომ გაიმარჯვა, დღესაც ამ აზრზე ვარ, იმიტომ რომ რუსეთს სჭირდებოდა არა ცხინვალის რეგიონი, თამარაშენი, ერედვი და ასე შემდეგ, არამედ დედაქალაქ თბილისში შემოთრევა და დედაქალაქ თბილისის თავზე რუსული სამფერა დროშის აფრიალება ქართულ დროშასთან ერთად ვითომ. ნელა რომ ჩამოსწევდნენ და ჩამოხევდნენ ქართულ დროშას წლების განმავლობაში და წლების შემდეგ. ამ თვალსაჩინო თუ ვილაპარაკებთ გადარჩა და მიხეილ სააკაშვილის მიერ შესაბამისად ხელუყრმა არტყმული რუსეთისათვის 2008 წლის აგვისტოში არის დადებითი ამბავი, რომ აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის მიერ სახელმწიფოს ფუნდამენტების შექმნაზე, რეფორმების კუთხით, ინსტიტუციების კუთხით და ასე შემდეგ და ასე სტრუქტურების კუთხით და ასე შემდეგ. გაგიკვირდებათ და მისი მორბედი მარგველაშვილიც არის პოზიტიური პერსონა ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილიც არის პოზიტიური უამრავი შეცდომის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილისა განსაკუთრებით სწორედ 2008 წლის კონტექსტში. და შესაძლოა დღესაც ის უშვებს შეცდომებს გარკვეულს, მაგრამ თავისუფლებს საქართველოსთვის მყოფ ადამიანებზე ვსაუბრობთ ახლა. ვინ არის, უფრო ზუსტად ვინ არ არის საქართველოსთვის მყოფი და არ არის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც კვლავ ვიმეორებ მიმწყდეული ვირთხა კუთხეში და აქედან გამომდინარე იპორჭყნება. თუნდაც კატა დავარქვათ, ხო? არ ვიცი. თუნდაც პითონი, არ ვიცი აშვიო პითონი, როცა კუთხეში მიამწყდევენ ხოლმე პითონი თუ ანაკონდა რას ეძახიან ივანიშვილ გრიგოლიჩ ბიზინას. ანაკონდა თუ რა, პითონი. ხო, მოკლედ უხსენებელი. ის არ ვიცი რა შვება პითონი, მაგრამ რო აგრესიული როა ესეც ფაქტია. მაშინ როცა მოიმწყდევენ ხოლმე კუთხეში. ვინ მოიმწყდევს მას ბიზინა ივანიშვილს კუთხეში? კითხვა დავსვათ. ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი რომ არ იყოს აქტიური გარწმუნებსო ვილსონი ისე თიხმამაღალი ვერ იქნება. პირიქით, გაიშვიათებს და გაიშვიათებს ტვიტებს თუ სტატუსებს, კომენტარებს საქართველოსთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი ახლა უახლოესი ამოცანა ქართველი ხალხის არის იმგვარი
26 მაისის ჩატარება, როგორცაც გეგმავს აი 2-3 დღეში, ხო? როგორცაც გეგმავს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფრთებქვეშ არსებული წინააღმდეგობის პლატფორმა. მე სურვებდი რომ სახელი ყოფილი იყო, სახელწოდება ყოფილი იყო წინააღმდეგობის ფრონტი ან რაღაც, მაგრამ პლატფორმა, ოკეი და პლატფორმა. აი ეს პლატფორმა როგორცაც გეგმავს, მე არ ვიცი რა იქნება სცენარი, არ ვიცი რეჟისორი ვინ არის, არ ვიცი ხავს თუ არა ამ ღონისძიებებს. რეჟისორი არ ვიცი, რაღაცი ვერ მოესწრება ალტერნატიული შეთავაზებების დაგეგმვა, განხორციელება, ბიუჯეტი და ასე შემდეგ, ოკეი, როგორიც არის, ამბობენ რომ პერფორმანსი იქნებაო ბევრიო. მე არ ვხიბლავს, აღიარებ. მაგრამ და ანუ მე მირჩევნია რომ იყოს გადაძაბვა. გადაძაბვა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ისე რომ იმათმა, ანუ ქართულმა ოცნებამ დაუშვას შეცდომა. მაგრამ ეს ვერ მოხერხდება როგორც ჩანს. ამიტომ ჩვენ დილიდან თუ დღის რომელიღაც მონაკვეთიდან ჩვენ უნდა დავიკავოთ რუსთაველის გამზირი და კი იქადნება ირაკლი კობახიძე რუსი, რომ ჩვენ არ ჩაგატარებინებთ თქვენს ღონისძიებებს რუსთაველის გამზირზე ან საერთოდ ქვეყანაშიო, მაგრამ ვინ ვის აჯობებს, ამას ვნახავთ და მე გონია რომ ქართული ოცნება, რუსული ოცნება სამოქალაქო დაპირისპირებაშიც კი ეცდება გადაზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაშიც კი, ანუ ლოკალურ დაპირისპირებებს დაპირისპირების პროვოცირებას მოახდენს, მაგრამ ჩვენ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე უნდა დავიხიოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ბიზნესთვის რო აღარ არსებობს დასავლეთსაც არ უნდა გაუგოროს ახლა, დასავლეთთვის ის მიუღებელი, აბსოლუტურად მიუღებელი პერსონა. და დავუბრუნდები პირველ სიტყვას. მაშ რა ხდება უკვე 27 მაისიდან. დასრულდა 26 მაისი, დადგა 27 მაისი, გავიღვიძეთ და რა ხდება. იქნება რეპრესიები, დაუსრულებელი რეპრესიები. ბიზინა ნახევარი დაბიჯითაც არ დაიხევს უკან. და კვლავ იმ მოსაზრებას მივაწვევი განვავითარებ, რომ რამდენადაც ბევრ შეცდომას უშვებს ბიზინა ივანიშვილი, ჩვენ ამ ეტაპზე ერთის მხრივ ხო თითქოს სუსტდებით, როცა ზურა ჯაფარიძე არის საპატიმროში გამოკეტილი, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვემატება ბრაზი და მეორე რწმენა, თვითრწმენა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ პროცესში. და გარდა ამისა, უნდა შეგვემატოს და ალბათ გვემატება კიდეც გააზრება, გაცნობიერება, გასიგრძეგანება იმ ამბისა, იმ მოცემულობისა, რომ ბიზინა ივანიშვილი უკან არიხევს და უკან არიხევს, რადგან რაღაცა ესეთი რთული მოცემულობა, ანუ ლავირების საშუალებაც არ აქვს მას კუთხეში მიმწყდეულ ცხოველს, ესე იგი ეს არის სამკვდრო ბრძოლა. და მე ამას ვამტკიცებ, ან ბევრი სხვა სამტკიცებს ამას, რომ ეს არის სამკვდრო ბრძოლა არა ბიზინა ივანიშვილის, არამედ საქართველოსთვის. საქართველო 91 წელს განთავისუფლებული და აგე 34 წელია თავისუფალი, როგორღაც უნდა განთავისუფლდეს პოსტსაბჭოურობისაგანაც მით უფრო, რომ დღევანდელ ვითარებაში არის უნიკალური მომენტუმი, ან უნიკალური ჭუჭრუტანა შანსები გაჩენილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომ ჩვენ გავაღწიოთ როგორღაც რუსული ჩექმა ფრთა კოლგისაგან. კოლგა არ არის ალბათ სწორი, ფრთი იღლიაში არ ვიყოთ მოქცეული, მოიღლიავებული არ ყავდეს რუსეთს საქართველო. ამის უნიკალური შანსი არის დამოუკიდებლად იმისა სხვადასხვა როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. უკრაინა რომ არ დამარცხდება, ანუ კიევი არ დაეცემა, ლვოვი არ დაეცემა, ოდესა არ დაეცემა, ხარკივი არ დაეცემა და ასე შემდეგ, ეს ვიცით. როგორც სახელმწიფო შენარჩუნებული იქნება და როგორღაც დაშორიშორდებიან ეს მტრული და ბოროტი სახელმწიფო რუსეთი და კეთილი სახელმწიფო უკრაინა და დანარჩენი უკრაინის გადარჩენილი უკრაინის აღორძინების პროცესი დაიწყება და გასტანს განა არა, მაგრამ როგორ ასყვებოდი და რას გიამბობდით და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ახლა ვთქვათ, ჩვენ გვინდა ევროპაში. და ჩვენ სულაც არ ვიქნებით თავის ტკივილი ევროპისათვის, პირიქით, ჩვენ ვიქნებით გამაძლიერებელი ევროპის კონტინენტისა. ევროატლანტიკურ სივრცეშიც რო გვინდა, ეს ფაქტია, ის შეიძლება მოდერნიზდეს, ისე როგორც სხვადასხვა ევროკავშირი და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება ხო გვინდა და გვინდა, განსაკუთრებით სხვადასხვა თურქეთთან გაგიკვირდებათ და როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან და პოტენციურად ახალი ევროკავშირის, ან ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრირებული სახელმწიფოს
ის ინტეგრირებულ სახელმწიფოსთან. ხო და ვირთხარას იზავს არ ვიცი ამასობაში. იზავს განა არა. მაგრამ ეს სიტყვა ვიხმარე ამ 25 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც 25 წლის განმავლობაში ბევრჯერ მაქვს დახმარე. დამყრდობი ვარ, მომიშველიებია ეს სიტყვა. ვინ იქნება ჯაბანი? ანუ ჩვენ რომ არ დავიხებთ უკან და ბიზინა ივანიშვილს რომ მოუწევს უკან დახევა კი არა. საერთოდ თითის მოდრეკვა თუ თავის მოდრეკვა და ბოდიშების მოხდა ქართულ სახელმწიფოსთან, რომლებსაც სხვა შორის არც მივიღებთ, ესეც ფაქტია. ოღონდ ეს პროცესია რთული, გაუსაძლისი, მძიმე, ემოციური, დამღლელი, გრძელი, გრძელვადიანი და ასე შემდეგ. და მოწოდებები არ კმარა მარტო ასე მაგალითად ჩემი რომ უდრეკად იდეკით. თავად უნდა გააცნობიეროთ, რომ უდრეკად დგომის გარდა ჩვენ სხვა გზა, სხვა ხსნა არ გაგვაჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაზე ჩუმად ვინც ვართ, თუ ხართ, ხართ, მაინც ასე უნდა ვთქვა, რომ მე ჩუმად არა ვარ ჩემი აზრით, მაგრამ რა ხმამაღალობას მახასიათებს, ამაზე მეტი ხმამაღალობა ცხადი არსებობს. ყველას, უკლებლივ ყველას ხმადაბლებს, გაჩუმებულებს, ხმამაღალებს, ხმადაბალებს, გაჩუმებულებს და ხმამაღალებს მიადგება ივანიშვილი თუ მოინდომა. ინდომებს, გაუვა გაზდის, გაუვა საბოლოოდ, რა საკვირველია, არა. ნახვამდის.